მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, დიდი მადლობა მოგზაურობისათვის. მე გახლავართ ელიზბარ ელიზბარაშვილი, ფილოსოფიის დოქტორი, მუშაობ ნიჩეს ფილოსოფიაზე. ჩვენ დღეს ვატარებთ ნიჩეს ფილოსოფიის მესამე ლექციას. ეს ციკლი არის დღეს იყო დაამთავრებელი ლექცია. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ გიორგი კეკელიძეს, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს. და მთლიანად კულტურის გაყოფილებას იმისათვის, რომ გვეხმარებოდა ამ ჩვენი შეხვედრების ორგანიზებაში. ვინ ჩვენს პირველ ორ შეხვედრას ვერ დაესწრო, ეს ორივე ლექცია დევს YouTube-ზე და შეგიძლიათ ნახოთ. პირველი ჩვენი თემა იყო ნიჩეს იგივე მარადიული დაბრუნების დეკონსტრუქცია, სადაც ჩვენ მოვახდინეთ იგივეს მარადიული მოbrunების დეკონსტრუირება, დაშლა, შემდეგ რეინტეგრირება მოვახდინეთ და მივედით იქამდე, რომ ნიჩეს ფილოსოფიაში ჩვენ არ აღვაქვს მარადიული მოbrunების კონცეფცია ან მოძღვრება როგორც ასეთი, არამედ გვაქვს სილვაპლანის ტბის მითი, რომელიც ჩაშიფრულად ძალიან ბევრი სიმბოლოებით და ეს წინა ლექციის თემა იყო. მეორე ლექციაზე ჩვენ უკვე შემდგომი ორი მთავარი იდეა, ძალაუფლების ნება და ზეკაცის იდეა გავაანალიზეთ, განვიხილეთ ძირითადად ორი ვერსია ევროპული ნიჩოლოგიის ისტორიაში, ეს იყო ზიმელი ჰაიდეგერის ვერსია, როგორ იაზრებდნენ ამ იდეებს ისინი და შემდგომ დელიოზი ბოდრიარის ვერსია. მესამე შემოგთავაზეთ ჩემი პირადი ინტერპრეტაცია. და განვიხილეთ ეს იდეები ნიჩეს ფილოსოფიის მთლიანობაში, სისტემურად, რა ადგილი უჭირავთ მათ და რა მიმართება აქვს მარადიული მოbrunების იდეასთან. დღევანდელი ლექცია ეძღვნება ზარატუსტრას, ნიჩეს კონცეპტუალურ პერსონაჟს ზარატუსტრას, ნიჩეს ზარატუსტრა და ავესტას ზარატუშტრა. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ უძველეს სპარსული რელიგიის ტექსტში ავესტაში ზარატუშტრა არის მთავარი გმირი. და ის არის რეალური ისტორიული პიროვნებაც, რა თქმა უნდა, მოხადაგე იყო სადღაც მეორე 1000 წლების ბოლოში, პირველი 1000 წლების დასაწყისში ქრისტემდე. დღეს მოვახდენთ აი ამ ორი ზარატუშტრას, ნიჩეს ზარატუშტრას და ავესტას ზარატუშტრას ურთიერთშედარებით ანალიზი. რა არის მათ შორის საერთო, რა არის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი და რატომ აიღო ნიჩემ ეს ფიგურა თავის პერსონაჟად და არა სხვა ისტორიული პიროვნება, ან სხვა რელიგიური მოღვაწე, ან წინასწარმეტყველი, რომელთაც დიდარი არის საკაცობრიო ისტორია. სანამ ჩვენ თემაზე გადავიდოდეთ, მე მინდა ასეთი მოკლე ფილმი შემოგთავაზოთ, დაახლოებით 4 წუთიანი იქნება, თან ვისაუბრებთ. მე მგონი არის გამოსახულება, ნუ აქ ხმა არ არის საჭირო. იტალიაში არსებობს აი ესეთი კურორტი, ძალიან პატარა ზღვისპირა კურორტი, გენუასთან ახლოს, რაპალო, აი მისი ფოტოები მიდის ახლა. ნიჩეს დროს ეს კიდევ უფრო პატარა მყუდრო კურორტი იყო იტალიაში. ნიჩე ყოველთვის ყურადღებას აქცევდა იმას, თუ თავისი მთავარი იდეები სად დაებადა, სად გაჩნდა პირველად, თქვათ მარადიული მოbrunების იდეა და ის აღწერს, რომ კონკრეტულად ერთ-ერთი ტბის, სილვაპლანის ტბის სანაპიროზე რომ სეირნობდა, იქ რომ შეხედა პირამიდისებურად დახვევებული ქვების გროვას, ლოდების გროვას, აი მაშინ გაუჩნდა მარადიული მოbrunების იდეა. ეს ზუსტად ამას აღწერს. ასევე ნიჩე საუბრობს იმაზე, სად დაებადა მას ზარატუსტრას იდეა და საერთოდ აი მწიგნის ესე იყო და ზარატუსტრას იდეა სად დაებადა და მისი ფაბულა და მისი შინაარსი. აი სწორედ ეს კურორტი რაპალო არის ის კურორტი, სადაც 1893 წელს ზამთარში ისვენებდა ფრიდრიხ ნიჩე, აი სანაპიროზე ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობდა ის, კარგახნის მანძილზე და სწორედ აი აქ სანაპიროზე სადაც ჩვენ ხედავთ, ალბათ შეიძლება არსებობს, შეიძლება აღარ არსებობს. იქ დაებადა მას ესე იყო და ზარატუსტრას იდეა, იქ მოუვიდა მას, მოუმწიფდა, რომ აეღო ავესტას წინასწარმეტყველის სახე თავის ნაწარმოებში და პირველი ნაწილი დაწერა ამ კურორტზე, რაპალოში. 10 დღეში დაწერა, ისე სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი. ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა ნიჩე გარემოს, სადაც იბადება მისი იდეები და ნუ თქვენ ხედავთ, რომ ეს არის ძალიან ესეთი ლამაზი მყუდრო კურორტი, რა თქმა უნდა ნიჩეს დროს ეს კიდევ უფრო პატარა და უფრო წყნარი და
მყუდრო კურორტი იქნებოდა. და ზამთარში სწორედ ის აღწერს, როგორ ზღვის მოქცევისას მთელი ღამე, როგორ ვერ იძინებდა აი ამ ზღვის ხმაურის გამო. ის ამბობდა, რომ ყველანაირი პირობა იყო იმისათვის, რომ ხელი შემშლოდა წერაში, მაგრამ ნიჩეს პოზიცია არის, რომ გენიალური ნაწარმოები მიუხედავად ყველაფრისა გამოდის დღის სინათლეზე. მიუხედავად იმისა, რომ არის ხელი შემშლელი პირობები, გარემო, ავადმყოფობა, ყველაფერი ხო, მაინც ნაწარმოები თუ ის არის გენიალური, ის მაინც დაიბადება. და სწორედ აი ამ კურორტზე მოხდა ამისი ჩასახვა, ცოტა გადავახტიოთ, ეს არის არქიტექტურა, კულტურა, ზოგადი წარმოდგენა გქონდეს. ესე იგი, პირველი ნაწილი დაწერა სწორედ რაპალოში. რაპალო არის პატარა კურორტი, რომლის გაყოლებაზე აი ეს არის ის ხედი. ნიჩე პირდაპირ წერს თავის უკანასკნელ წიგნში ესე ჰომო ან ეკე ჰომო, ეს როგორ თარგმნობს მივანდოთ, რომ სწორედ აი ამ სანაპიროს გასწვრივ სეირნობისას, როდესაც ფიჭვნარში სეირნობდა და გახურებდა შორის ზღვის პეიზაჟს, ჰორიზონტს, მაშინ ფიქრობდა და მაშინ აყალიბებდა ის ზარათუსტრაზე თავის შეხედულებებს. აი მეორე აი ეს პეიზაჟი მინდა გავაჩეროთ. ესე იგი, ქვემოთ ჩვენ ახლა ეს მთიდან არის გადაღებული, ქვედა მხარე აი პირველი, აი ეს ადგილები არის რაპალოს კურორტი, პატარა ქალაქი. ხოლო აქეთ არის მეორე არ ჩანს, აქეთ არის სანტა მარგენტინი და ბოლოს აი აქეთ კონცხისაკე რომ მივდივართ, პორტოფინო. ესენიც იყო პატარა კურორტები და ნიჩე პირდაპირ წიგნში აღწერს ესე ჰომოში, რომ ის სეირნობდა აი ამ კურორტების გასწვრივ ფეხით. აი აქედან თუ კურსორი მოჩანს, გაყოლებაზე ტყე-ტყე, კონცხამდე და კონცხიდან უკან ბრუნდებოდა ისევ თავის ავტომობილში. და სწორედ აი ამ გზაზე ორივე მიმართულებით სეირნობისას ჩაისახა ეს ყველაფერი, რაც შემდეგ გამოიცა ესე იყოდა ზარათუსტრას სახით. ეს არის თავფურცელი პირველი გამოცემის აზო შპრახ ზარათუსტრა 83 წელი არის. პირველი ნაწილი, რომელიც გამოიცა რაპალოში. იმავე წელს დაიწერა სილს მარიაში მეორე ნაწილი და გამოიცა კიდევ 83-ში. მესამე ნაწილი იწერებოდა უკვე ნიცაში, რომელიც არც ისე შორს არ არის აქედან და 84 წელსშივე გამოიცა. ამ სამი ნაწილის შემდგომ ნიჩეს უნდა კიდევ სამი ნაწილი დაემატებინა. ზარათუსტრასათვის თქვენ მოგეხსენებათ 4 ნაწილია სულ, რაც ჩვენ ვიცით. 84 წელს ის წერს მეოთხე ნაწილს, რამდენიმე ქალაქში, ციურიხში და სხვადასხვა ქალაქებში. და ჩვენ გვაქვს ესე იტყოდა ზარათუსტრას 4 ნაწილიანი წიგნი. მეხუთე და მეექვსე ნაწილი მან ვერ მოასწრო, არ ჩანს და სხვადასხვა ამაზე აკეთებს ძალიან დიდ აქცენტს ფრანგი ფილოსოფოსი სიულ დელიოზი, რომ მეხუთე და მეექვსე ნაწილში იქნება აუცილებლად უნდა ყოფილიყო ზარათუსტრას სიკვდილი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ზარათუსტრა არის ის წინასწარმეტყველი, რომელმაც თხოვა ღმერთს უკვდავება აჰურამაზდას, მაგრამ აჰურამაზდამ უარი უთქვა უკვდავებაზე და ის მოკლეს საწინააღმდეგო რელიგიის წარმომადგენლებმა მახვილით ზურგში 77 წლის. და უნდა ყოფილიყო შესული ბოლო ნაწილებში ზარათუსტრას სიკვდილი, ეს ჯილდელიოზის აზრი არის და სადაც იქნებოდა კარგად განმარტებული, უფრო გასაგები ენით იდეა იგივეს მარადიულ დაბრუნებაზე. რომელზეც ნიჩე ფაქტიურად დუნდა ან სხვადასხვა მეტაფორებითა და სხვადასხვა მინიშნებებით გვესაუბრებოდა, მაგრამ ბოლომდე კონცეფციის სახით და მოძღვრების სახით არ გადმოსცემდა. დელიოზის ამას პრინციპში მეც ვიზიარებ. ეხლა რაც შეეხება თვითონ ნიჩეს სიტყვებს, როგორ აფასებს ის აი ამ თავის წიგნს, ესე ჰომოში შესავარში მონაკვეთი მეოთხე, იგი წერს. ჩემს ნაწარმოებებს შორის ზარათუსტრას უკავია განსაკუთრებული ადგილი. მისით მე გავუკეთე კაცობრიობას აქამდე გაკეთებულ ყველა საჩუქარს შორის ყველაზე დიდი საჩუქარი. ანუ რაც კაცობრიობისათვის ვინმე ოდესმე გაუკეთებია საჩუქარი, ესე იყო და ზარათუსტრა ეს წიგნი არის ყველაზე დიდი საჩუქარი. ამას ამბობს ავტორი ნიჩე. ეს როგორი ფრაზაა, წარმოიდგინეთ. რას ნიშნავს კაცობრიობისათვის ყველაზე დიდი საჩუქარი? ისე ყველაზე მაგრა დგას სამყაროში ეს წიგნი, ხო? მოდით აი ამ კითხვას ჩვენ პასუხს გავცემ ჩვენი მოხსენების ბოლოსკენ, როდესაც ჩვენ სხვა თემებს განვიხილავ და ბოლოს მივართ ლოგიკურად
აქამდე. ჯერ ვისაუბროთ თვითონ ზარატუსტრაზე, ვინ არის ზარატუსტრა. ნიჩეს ნაწარმოებში ესე იტყოდა ზარატუსტრაში არის მთავარი მოქმედი პირი, თქვენ იცით, ანუ კონცეპტუალური პერსონაჟი, მითოგენური პერსონაჟი, დელიუზის ტერმინი რო ვიხმაროთ, რომელიც გადმოსცემს ნიჩეს სათქმელს. ანუ ნიჩე ზარატუსტრას პირით საუბრობს აი ამ ტექსტში, ხომ? და დავსვათ წინასწარი კითხვა. რატომ ზარატუსტრა? რატომ მაინც და მაინც ზარატუსტრა აირჩია ფრიდრიხ ნიჩემ თავისი მოძღვრების გადმოსაცემა და არა უამრავი სხვა მოქადაგე და წინასწარმეტყველი, მაგალითად ბუდა, ან იესო ქრისტე, ან მუჰამედი, ან მანიქეიზმის დამფუძნებელი და უამრავი ძალიან საინტერესო და ძალიან დიდი პიროვნებები იყვნენ ისტორიაში, ხომ? აი ეს არის მთავარი შეკითხვა, რასაც ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი. პირველ რიგში მინდა წარმოვიდგინოთ რაფაელის ფრესკა, ეს ცნობილი ფრესკა, ათენის ფილოსოფიური სკოლა, რომელიც არის რომში. აქ ცენტრში არის იმყოფებიან პლატონი და არისტოტელე, წითელ მოსასხამში არის პლატონი, ცისფერში არისტოტელე. ასევე აქ არიან წარმოდგენილი უამრავი ძალიან ცნობილი ფილოსოფოსები და მეცნიერები და ძალიან დიდი ფიგურები წარსულის და არა მარტო თვითონ ათენის სკოლის, რა თქმა უნდა. აქვე იმყოფება, აქვე არის გამოსახული ზარატუშტრა. რა თქმა უნდა, მაშინ ნიჩე არ იცოდა რაფაელმა ვინ იყო, ხომ? აი ცოტა რომ გავადიდოთ, მე-14, მე-15 პლატონი და არისტოტელე, მე-13 კუბზე რომ არის დაყრდნობილი, ის არის ჰერაკლიტე ფილოსოფოსი, მე-6 აი ეს ფიგურა, რომელიც წიგნს წერს თუ კითხულობს, ის არის პითაგორა, ასევე აი რომ დაყრდნობილი რომ მე-18 იქნება არქიმედე, რომელიც რაღაცას ხაზავს და მე-19 სფერო უჭირავს წვერებიან ადამიანს, რომელსაც თეთრი მოსასხამი აქვს, ეს არის ზარატუსტრა. აი ცოტა უფრო ახლოდან, კიდევ უფრო გავოდით. აი ეს ფრაგმენტი. აი ეს ადამიანი, რომელიც წვერებში არის თეთრი მოსასხამი აქვს, მას უჭირავს სფერო, ეს დედამიწა არ არის. დედამიწა აქეთ მეორე ფიგურას უჭირავს, ზურგით დგას ჩვენსკენ. ზარატუსტრას უჭირავს სფერო. აი ესე წარმოსახა რაფაელმა სპარსი ავესტას გმირი ზარატუშტრა. ასევე ჩვენ ისტორიაში ძალიან საინტერესო ტილო გვაქვს ნიკოლაი რერიხის, ცნობილი მხატვრის. ამ ტილოს ქვია ზარატუშტრა, პირდაპირ 1931 წელს შეიქმნა ეს ტილო. კლდის წვერზე დგას მოხუცი ქურუმის ფორმაში, რომელსაც ხელში უჭირავს თასი, საიდანაც იღურება ცეცხლი, გადმოიღურება ცეცხლი. ნუ აქ რა თქმა უნდა არის პირდაპირ პარალელებიც ზოროასტრიზმი იყო ცეცხლთაყვანისმცემლობა, ცეცხლი იყო მათი წმინდა კულტის საგანი. მეორე პარალელი შეიძლება ვთქვათ ფრიდრიხ ნიჩესთან, ესე იტყოდა ზარატუსტრას ტექსტში შესავალში, როდესაც ზარატუსტრა მოდის მთიდან უკვე ბარისაკენ, უნდა ჩამოიტანოს თავისი მოძღვრება და გადასცეს ძღვენი ადამიანებს, მას შეხვდება მოხუცი წმინდანი ბერი, რომელიც ცხოვრობს ტყეში და ლოცულობს იქ და მარტო განმარტოებით არის და მათ შორის გაიმართება საუბარი და მოხუცი წმინდანი ზარატუსტრას ეუბნება არგეშინის სასჯელის გადამწვერთათვის და ის ამბობს, რომ მას მოაქვს ცეცხლი. ის როდესაც მიდიოდა ზემოთ, მიხონდა ნაცარი და მაშინაც დავინახეო. წმინდანი ამბობს, უკან ბრუნდება უკვე ცეცხლით. და ეს პარალელი შეგვიძლია დავინახოთ, რომ ცეცხლი არის აქ სწორედ ის მთავარი აქცენტი ამ სურათზე. და ყურადღება მივაქციოთ აი იმ ლოდს, რომელიც არის პირამიდის ფორმა. ის არ არის ჩვეულებრივი მრავალკუთხედი, ის არის პირამიდის ფორმის წვეტიანი ლოდი, რომელზეც ზუსტად მის წვეროზე იღურება ეს ცეცხლი. პირამიდაც არის ფრიდრიხ ნიჩეს ფილოსოფიაში ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლო. მე უნდა გაგახსენოთ ესე ჰომოში, სადაც ნიჩე საუბრობს მარადიულ მოbrunებაზე, ის აღწერს სწორედ სად დაიბადა მას ეს აზრი და ის აღწერს, რომ სილვაპრანის ტბის პირას, როდესაც შეჰყურებდა პირამიდას, პირამიდისებულ დაყოვებულ ლოდებს, აი იმ დროს დაიბადა მას მარადიული მოbrunებაზე აზრი. ასე რომ პირამიდაც აქ შეიძლება აი ჩვენ აქ პარალელურად გავავლოთ რერიხის ნაწარმოებებთან. ეს არის იმდროინდელი ოფიციალური სიმბოლო ზოროასტრიზმის, მაზდიანელობის. ეხლა დავუბრუნდეთ კითხვას, რატომ ზარატუსტრა? რატომ აირჩია ნიჩემ ზარატუსტრა? აქ არის ორი საფუძველი. პირველი საფუძველი არის თვითონ ნიჩეს გამოცდილებაში. ნიჩე თავისი გამოცდილებით მივიდა ზარატუსტრას სახემდე. ნიჩეში თვითონ საკუთარ გამოცდილებაში დაიბადა ზარატუსტრა. იგი ყვება ეცე ჰომო, ესე იტყოდა ზარატუსტრა მონაკვეთი პირველი. ამ ორივე გზაზე მომივიდა თავში
მთელი პირველი ზარატუსტრა. ამ ორივე გზას იგულისხმება, მე რო გაჩვენეთ აი სანაპიროებზე გასწრებ, როცა მოძრაობდა აი გზაზე, მომივიდა პირველი ზარატუსტრა, ანუ პირველი ნაწილი ამას გულისხმობს და პირველ რიგში თავად ზარატუსტრა როგორც ტიპი. უფრო ზუსტად ის ზეგარდ მოვიდა ჩემზე. ანუ ნიცშე ამბობს, რომ ის რაღაცა ინსპირაციით მოვიდა მასთან ზარატუსტრას სახე. და პირველ რიგში ჯერ გაჩნდა მასში ტიპი, ზარატუსტრას ტიპი, როგორც მოქადაგის, როგორც წინასწარ მეტყველის. რას ნიშნავს ზარატუსტრას ტიპი ნიცშესათვის? აქ არის ორი მომენტი. პირველ რიგში ზარატუსტრა, ანუ აქ ლაპარაკი ავესტა ზარატუსტრაზე, ნიცშესათვის ნიშნავს პირველ რიგში უდიდეს ზეჯამრთელობას. ნიცშეს აქვს ასეთი ცნება ზეჯამრთელობა, რომელიც არის სულიერი ფენომენი, ჯამრთელობა არ არის ფიზიკური ფენომენი და არც სილამაზე არ არის ფიზიკური ფენომენი. ჯამრთელობა არის სულიერი ფენომენი და სულიერი ჯამრთელობა თვითონ ჩაითრებს სხეულსა და სხეულიც ხდება მისი შესაბამისი. ნიცშე მოხსენებად ყოველთვის იტანჯებოდა მოუჩენელი დაავადებით, რომელიც მაშინ არ რჩებოდა და მისთვის ჯამრთელობის საკითხი პირადად იყო ძალიან მნიშვნელოვანი. და რას ნიშნავს ზეჯამრთელობა ნიცშესათვის? ეს არის ადამიანის სული, რომელიც არის გაბედული, რისკიანი, რომელიც არის მუდმივად სიახლის მაძიებელი, რომელიც მიისწრაფვის დაიპყროს და შევიდეს ჯერ კიდევ ამოუცნობ უცნობ ინტელექტუალურ და სულიერ სფეროებში. ეს ჯამრთელი სული არის თავგადასავლებლის მოყვარული და ყოველთვის მიმართული, რომ წაიყვანოს სახიფათო თამაში. აი ეს ახასიათებს ზარატუსტრას, როგორც ზეჯამრთელობას, ნიცშე ამ შემთხვევაში სპარს ზარატუსტრაზეა საუბარი და მეორე რითიც ის ახასიათებს ზარატუსტრას, ეს არის ინსპირაცია. რაღაცა ზეძლიერი ძალის, ანუ ღმერთის მხრიდან ხდება მედიუმი. პიროვნება ზარატუსტრა, ანუ ხდება ინსპირატორი, გადმოსცემს ღმერთი მას აი მოძღვრებას და ის არის გამტარი მედიუმი. რა ხდება ინსპირაციის დროს, რომ სიტყვები, ფრაზები, იდეები მოდიან ყოველგვარი ეჭვის გარეშე. პირდაპირ გადმოიღვრებიან, არ არის ჭოჭვანი, არ არის ეჭვი. ყველაფერი არის გამართული, ყველაფერი არის გასაგები, სწრაფად და ვინ გვაძლევს ჩვენ ამას? კითხულობს ნიცშე. ზოგადად ეს არის ეშთაგონება, საიდანაც მოდის ეს ინსპირაცია ყოველთვის. და ნებისმიერი სიტყვა და ფრაზა ძალდატანების გარეშე თითქოს უნებლიეთ იბადება ჩვენში, ჩვენში აზრები ჩდება როგორც ელვები, როგორც გაელვებები, ისე ჩდება და ჩვენ ამას შემდეგ ჩავიწერ და გადმოვცემთ. და ეს ყველაფერი მიდის ძალის, ბედნიერებისა და ღვთაებრიობის განცდის ფონზე. აი ეს არის ინსპირაციის მდგომარეობა და ნიცშე ამბობს, რომ სწორედ ზარატუსტრა, სპარსი ზარატუსტრა არის ის, ვინც ისტორიაში პირველად განიცადა ეს გამოცდილება, ანუ ზეძლიერი ჯანმრთელობისა და ინსპირაციის გამოცდილება. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ზოროასტრიზმი არის პირველი რელიგია, რომელიც არის გამოცხადების რელიგია. მანამდე მისი თანამედროვე მანამდე რელიგიები არ იყო გამოცხადების რელიგია. ანუ, როდესაც მოციქულთა რელიგია, ასე ვთქვათ, ეს იყო პირველი. შემდგომ არის უკვე ბუდიზმი, ქრისტიანობა, ისლამი და ასე შემდეგ. ამიტომ ნიცშე აკეთებს სწორედ ამაზე აქცენტს, რომ თვითონვე წერს შემდეგ ესე ჰომოში, რომ და აღწერს ძალიან დეტალურად თვითონაც როგორ განიცადა ზეჯამრთელობის გამოცდილება. ის, როდესაც მუშაობდა, ესე იტყოდა ზარატუსტრაზე, მას ჰქონდა ჯანმრთელობის, ასე ვთქვათ, აღმავლობა. მიუხედავად იმისა, რომ ის მუდმივად ურჩიოდა თავის ფიზიკურ ჯანმრთელობას, ის წერს, რომ როდესაც ცხოვრობდა რაპალოს კურორტზე და ხელისშემშლელი პირობებიც ბევრი ჰქონდა, მიუხედავად ამისა, ის იყო ძალიან დიდ ენერგიაზე. მოსული ძალიან სწრაფად წერდა, ძალიან კარგად ეძინა, 5-6 საათი მთაში დადიოდა ყოველგვარი გადაღლის გარეშე და მას შეეძლო ის ამბობდა, რომ მე ხშირად ნახავდნენ მოცეკვავეს. რამდენად სწორია, მაგრამ მას აი მისი მიდგომა არის და ზარატუსტრას შემდგომ, როდესაც დასრულდა ეს ნაწარმოები, შემდგომ ისე იწყება მისი ჯანმრთელობის პრობლემები. ანუ გამოცდილებაში ნიცშეს აქვს ეს ჯანმრთელობა, რაც ჰქონდა ზარატუსტრას თავის დროზე სპარსეთში. მეორე ინსპირაცია თავად ნიცშეს თავის გამოცდილებას გვიყვება, როგორ წერს ესე იტყოდა ზარატუსტრა. 10 დღეში დაწერა პირველი ნაწილი და პირველი ნაწილი თქვენისით არის ფაქტურად ყველაფრის ჩამოყალიბებელი და საკმაოდ ვრცელი არის. 10 დღეში ელვისის რაბი წერს ამას, ისე რომ მას არც დაღლა ეტყობა, არც რაიმე
არც ჭოჭვანი და არაფერზე არ მუშაობს. პირდაპირ გადმოაქვს ტექსტი ფურცლებზე. და შემდეგ ესე ჰომოში ნიჩე წერს. ეს არის ინსპირაციის ჩემი გამოცდილება. ეჭვად მეპარება, რომ უნდა დავუბრუნდეთ 1000 წლეულები უკან, რომ ვიპოვოთ ვინმე, ვისაც შეიძლება ჩემთვის თქმა. ეს ჩემი გამოცდილებაც არის. ნიჩე ამბობს, რომ 1000 წლეულების უკან რომ გავიხედოთ, ის ეძებს, ვის აქვს ისტორიაში ჩემსნარი გამოცდილება და ის სწორედ პოულობს სპარს ზარატუშტრას, რომელსაც მიაწერს აი ამ გამოცდილებას. ეს არის ერთი საფუძველი, როგორ მივიდა ფრიდრიხ ნიცშე საკუთარი შინაგანი გამოცდილებით ზარატუშტრას სახემდე, ზარატუშტრას ტიპაჟამდე და რატომ ჩასვა შემდეგ ის თავის თავარ ნაწარმოებში. მეორე საფუძველი არის თავად ნიცშეს ფილოსოფიის სტრუქტურა. ნიცშეს ფილოსოფიის სტრუქტურა ისეთი არის, რომ ის მოითხოვს აუცილებლად სწორედ ისეთ პერსონაჟს, ისეთ კონცეპტუალურ პერსონაჟს, როგორიც ზარატუშტრა არის და არა სხვა გვარს. გავიხსენოთ ზარატუშტრა ვინ არის, ზოროასტრიზმის ფუძემდებელი, იგივე ეს არის მაზდიანიზმი. ზარატუშტრა სპარსული სახელი ნიშნავს ოქროსფერი ან ყვითელი აქლემის პატრონს. ან ყვითელი აქლემის ის, ვისაც მიჰყავს ყვითელი აქლემი. ტუშტრა არის აქლემი ძველ სპარსულ ენაზე. ის იყო სპიტამას გვარიდან რეალური პიროვნება, ქურუმი იყო თავის ცხოვრების მანძილზე, მას ყავდა 2 ცოლი, ერთთან 2 შვილი ყავდა, მეორესთან 4 შვილი ცნობილია ისტორიაში. რითი გამოირჩევა ზარატუშტრა და ზოროასტრიზმი მსოფლიო რელიგიაში. ეს არის პირველი გამოცხადების რელიგია, პირველი რელიგია, სადაც ღვთაებრივი ინსპირაციით წინასწარმეტყველი ქმნის მოძღვრებას და შემდეგ ამას გადასცემს ადამიანებს და ეს არის ერთი პიროვნება. ასევე ეს არის პირველი მოძღვრება რელიგიური, რომელიც ავიდა ძალიან მაღალ ეთიკურ სტანდარტებზე და მიმართული არის მაღალი ზნეობიობისაკენ, ეთიკისაკენ, რომ შევადაროთ ჩვენ იმდროინდელი რელიგიური სამყარო მსოფლიოში, რაც იყო მორალური სტანდარტები, იმიტომ არის რომ შემოტანილი ჯოჯოხეთი და 60 სულის უკვდავება, განკითხვის დღე, აი ეს თემები არ იყო იმდროინდელ რელიგიებში, ეს არის პირველი ზოროასტრიზმის მიერ დაფუძნებული. შემდგომ ზოროასტრიზმი ზარატუშტრა არის პირველი წინასწარმეტყველი, რომელიც იწყებს სიკეთისა და ბროტებაზე საუბარს და სიკეთესა და ბროტებას შორის ბრძოლას წარმოსახავს როგორც განვითარების მამოძრავებელ მოტივად. მაგრამ ეს ბრძოლა საბოლოოდ სრულდება სიკეთის სრული გამარჯვებით და ბროტების დამარცხებით და ბროტების ამოძირკვით, იმიტომ არის რომ საერთოდ ზოროასტრიზმი იზიარებს ისტორიის დასასრულს. როგორც კი სიკეთე გაიმარჯვებს და ბროტება საბოლოოდ ამოძირკვება, ისტორია აღარ გრძელდება, გავდივართ ისტორიის ფინალში. ესეც არის პირველი ზარატუშტრა ამაშიც, რაც მან შემოიტანა საკაცობრიო კულტურაში. იქ ჩვენ გვაქვს დევებისა და ღმერთების ბრძოლა. ღმერთები არიან სიკეთის გამოხატულება, დევები არიან ბროტების გამოხატულება. ღმერთების მთავარი ღმერთი არის აჰურა მაზდა, რომელიც ებრძვის დევებს, ხოლო დევების მთავარი ფიგურა არის ანხიმანიუ, ანუ არიმანი, მოკლედ რო ვთქვათ. აჰურა მაზდასა და არიმანს შორის ბრძოლა, რომელიც დღემდე მიმდინარეობს, არის სიკეთესა და ბროტებას შორის ბრძოლა. მაგრამ ოდესღაც ეს ბრძოლა დასრულდება სიკეთის გამარჯვებით, ანუ მოისპობრა ბროტება და ამოიძირება. შემდგომი სიახლე არ შემოიტანა ზოროასტრიზმმა, ეს არის რომ მან შემოიტანა სამყაროს მორალური წესრიგი. რას ნიშნავს სამყაროს მორალური წესრიგი, რასაც არ ფლობდა მანამდე რელიგიები. ეს არის ის, რომ სამყარო არის ისე მოწყობილი, რომ კი არსებობს ბროტება, მაგრამ საბოლოოდ სიკეთე გაიმარჯვებს. სიკეთის გამარჯვების შემდგომ ბოროტთა ხვედრი იქნება უარესი, ხოლო კეთილთა ხვედრი იქნება უკეთესი, საუკეთესო. ეს პარადიგმები დაედოს შემდგომ უკვე ქრისტიანობას და სხვა რელიგიებს. და ბოლო ქვაკუთხედი, რაც ასევე სიახლეა ზოროასტრიზმის, ეს არის სიმართლის მოყვარეობა. სიმართლის მოყვარეობის ძალიან ძლიერი პრინციპი, რაც არ ქონდა მანამდე რელიგიებს და სხვათა შორის ბევრი მოაზროვნე იზიარებს, რომ სიმართლის მოყვარეობის პრინციპი ქრისტიანობაში სწორედ აი ზოროასტრიზმიდან არის, რაც სხვა რელიგიებში შეიძლება არც იყოს. ქრისტიანობაც განსაკუთრებით არის სიმართლის მოყვარეობის საფუძველზე. ეს იყო, რაც შემოიტანა ზარატუშტრამ, სპარსმა ზარატუშტრამ
ნიჩე ამბობს, რომ ეს არის სპარსული სიქველი, ილაპარაკო სიმართლე და ის არის ის რო ზუსტად მიზანში. მეტაფორა შემოაქვს, ანუ სიტყვა რო ზუსტად მიზანში ის რო ეს არის სიმართლის თქვა, ხო, მეტაფორულად. და ზარათუსტրա არის სპარსული სიკველის გამხატულება. აქედან გამომდინარე, ვაგზავნებთ ნიჩეს აზრებს, ჩვენ ჯერ დავასახელებთ სპარსი ზარათუსტრა. აქედან გამომდინარე, ნიჩე ფიქრობს, რომ ზარათუსტრა რომ გავაგზავნოთ იდეურად, რომ ზარათუსტრა მოკვდა თავის დროზე, მაგრამ ჩვენ ავიღოთ ეს კონცეპტუალური პერსონაჟი, რომ გავაგზავნოთ საუკუნეების მანძილზე, დღეს გავაცოცხლოთ, მისი თქვა ავატარი, თანამედროვე სიტყვას ვიტყვით. მაშინ მას ამ სიმართლის მოყვარეობის საფუძველზე უნდა გადაელახა ზოროასტრიზმის მოძღვრების ბევრი არსებითი მომენტი. მათ შორის ის, რომ სამყაროს აქვს მორალური წესრიგი. რომ სამყაროს აქვს მორალური წესრიგი, ეს არის ილუზია. ზარათუსტრა სიმართლის მოყვარეობის საფუძველზე აცნობიერებს ბოლოს იმას, უკვე ნიჩე ზარათუსტრა, რომ სამყარო მორალურად არ არის მოწყობილი. და ეს არის ილუზია. ასევე სიმართლის მოყვარეობის საფუძველზე ზარათუსტრა აცნობიერებს, უკვე ნიჩე ზარათუსტრაზე ლაპარაკობს, რომ სიკეთე და ბოროტებაც ილუზიაა და სიკეთის გამარჯვება და ბოროტების საბოლოო დამარცხება ესეც რა თქმა უნდა ილუზიაა. ნიჩე გადის სიკეთისა და ბოროტების მიღმა. ეხლა შევიკითხოთ თვითონ ნიჩეს, ვინ არის მისთვის ზარათუსტრა, რომელიც მან უკვე ჩასვა თავის ნაწარმოებებში როგორც კონცეპტუალური პიროვნება. ეცე ხომო რატომ წარმოადგენ მე ბედის წერას, ესეთი თავი არის მონაკვეთი 3. კითხულობ ნიჩეს, ჩემთვის არ უკითხავთ, უნდა ეკითხავთ, თუ რას წარმოადგენს საკუთრივ ჩემთვის პირველი იმურალისტისათვის სახელი ზარათუსტრა. რადგანაც ის რაც შეადგენს ამ სპარსის სასწაულებრივ ერთადერთობას ისტორიაში, წარმოადგენს ჩემს სრულიად საწინააღმდეგოს. ანუ ის რაც არის, ის რაც ერთადერთი იყო ნამდვილი ზარათუსტრა ისტორიაში, ის წარმოადგენს ჩემს სრულიად საწინააღმდეგოს. ანუ ჩვენ აქ ვგებულობთ, რომ ზარათუსტრა, ნიჩე ზარათუსტრა არის სპარსი ზარათუსტრას სრულიად საწინააღმდეგო. შემდგომი ციტატა კიდევ უფრო აზუსტებს ამ აზრს. სიმართლის მოყვარეობის საფუძველზე მორალის თვითგადალახვა. მორალისტვის თვითგადალახვა მის საწინააღმდეგოში, ჩემში. აი ამას აღნიშნავს სწორედ ჩემი პირით ზარათუსტრას სახელი. აი ხარ ეს ტექსტები ესე ხომოში. ანუ ჩვენ უკვე ვგებულობთ, რომ სიმართლის მოყვარეობის საფუძველზე, რომელიც რჩება ნიჩე ზარათუსტრასთანაც, ამის საფუძველზე სპარსი ზარათუსტრას მოძღვრების არსებითი მომენტები არის გადალახული, არის უარყოფილი სიკეთისა და ბოროტების ბრძოლა და სიკეთის გამარჯვება, არის უარყოფილი სამყაროს მორალური წყობა და ვღებულობთ სულად საწინააღმდეგო მოქადაგის ტიპს, რომელიც არის უკვე ნიჩე ზარათუსტრა, ანუ გერმანელი ზარათუსტრა. ესეთი პარადიგმით მიდგომა საერთოდ წინასწარმეტყველების მიმართ ნიჩეს მხრიდან არის საკმაოდ სახასიათო. მაგალითად ბუდაზეც იგივეს ამბობს. წავიკითხავ ავის სიბრძნიდან აფორიზმი 54 ის წერს, რომ მე შემეძლო გამختارიყავი ევროპის ბუდა. რაც რა თქმა უნდა იქნებოდა ინდოელის ანტიპოდი. ანუ ახაც ამაზეა ლაპარაკი. ზარათუსტრას მისი ანტიპოდი გააცოცხლა თავის ნაწარმოებებში და ბუდასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მე ვიქნებოდი მისი ანტიპოდი. იოსოზეც ამბობს, რომ ის რომ დარჩენილი იყო უდაბნოში კიდევ 10 წელი და ჯერ არ წამოსულიყო საქადაგებლად, ისწავლიდა სიცილს და შეიცვლებოდა მისი სოფხედველობა. ანუ იქაც იგივე მიდგომა არის, რომ მოგეხსენება ზარათუსტრა მიცხოვრა 77 წელი და 40 წლის შემდგომ იწყებს ხადაგებას, ხო? ეხლა ეს აზრი ჩვენ რო კიდევ კარგად გავიაზროთ, რომ ზარათუსტრა, ნიჩე ზარათუსტრა არის სპარსი ზარათუსტრას განვითარება და გადალახვა. და გადალახვა მის საწინააღმდეგოში. რა თქმა უნდა, საწყისი არის სპარსი ზარათუსტრა, მაგრამ ნიჩეს ტექსტში ჩვენ ხვდებით უკვე იმ ზარათუსტრას, რომელმაც გადალახა ძველი ზარათუსტრას სოფხედველობა და გადალახა კიდევ ერთხელ ვიმეორებ სიმართლის მოყვარეობის საფუძველზე. სიმართლის მოყვარეობის ძრავი მუხტი რომ არ ქონოდა, ეს არ მოხდებოდა. გავიხსენოთ, ესე იყოდა ზარათუსტრას წინასიტყვაობა, როდესაც ის ხდება ის მომენტი, როდესაც მოხუცი წმინდანი ხდება, უკანო ბრუნდება მთიდან, მიდის უკვე
რომ ჩვენი მიუტანოს ადამიანებს ზარატუსტრა რომ იქადაგოს ზეკაცის თეორია რას ამბობს მოხუცი წმინდანი მესწაურება ზარატუსტრა მესწაურება იმიტომ რომ როდესაც ის უკან ადიოდა ჯერ მთაზე მიქონდა ნაცარი და მან დაინახა და უკან რო ბრუნდებოდა მან იცნო რომ ეს იგივე პერსონაჟია სპეტაკია მისი გამოხედვა ბაგენი მისნის ზიზგს არ დაუღარავს აქ ნიჩეს არც ერთი სიტყვა არ არის შემთხვევითი განა ამად არ მიიმართება ვით ცეკვარი ზარატუსტრა შეცვლილა ზარატუსტრა ბავშვად ქმნილა ზარატუსტრას გაუგზნია ანუ მოხუცი წმინდანის პირით ნიჩე გვეუბნება რომ ეს ზარატუსტრა რომელიც უკან ბრუნდება ან მისი ზარატუსტრა არის სულად შეცვლილი ის არის ცეკვარი მაშინ როდესაც ძველი ზარატუსტრა იყო მისი ბაგეები აქ არის მინიშნება რომ ძველი ზარატუსტრას ბაგეები იყო ზიზღით დაღარული ხოლო ახალი ზარატუსტრა რომელიც უკან ბრუნდება ანუ ნიჩესი არის ცეკვარი და არის შეცვლილი ბავშვად ქმნილი არის და ის არის გამოგვიძებული ილუზიებიდან განთავისუფლებული და თუ ჩვენ ამ ასთან მსვლელობას მივყვებით მაშინ გამოდის ნიჩეს შეხედულებით რომ გერმანელის ზარატუსტრა არის სპარსის ზარატუსტრას განვითარება და თვით გადალახვა საწინააღმდეგოში ეხლა ვთქვათ დავაზუსტოთ საწინააღმდეგო კონკრეტულად შინაარსების შევასხათ რა არის საწინააღმდეგო ახალ ზარატუსტრაში პირველი რომ სპარსის ზარატუსტრა იყო წინასწარმეტყველი და ახალი რელიგიის დამფუძნებელი ეს ყველა ვიცით ნიჩე ზარატუსტრა არ არის წინასწარმეტყველი და არ არის ახალი რელიგიის დამფუძნებელი ნიჩე დაჟინებით მოითხოვს რომ ზარატუსტრას წინასწარმეტყველი არ უწოდოთ და ახალი რელიგიის დამფუძნებელი არ უწოდოთ ეს ეხომოში რატომ წამოვადგენ მე ბედის წერას მონაკვეთი პირველი პირდაპირ წერს მე ადამიანი არა ვარ მე ვარ დინამიტი ჩემში არაფერი არ არის საერთო რელიგიის დამფუძნებელთან ანუ ეს ნიჩეს სიტყვებია და ჩვენ აუცილებლად პირდაპირ ეს სიტყვები უნდა გავიგოთ რელიგიის დამფუძნებასთან საქმე ჩვენ არ აქვს იმიტომ რელიგია არის მეტაფიზიკა ეს არის ერთი საწინააღმდეგოში გადასვლა რაც მოხდა აი ამ ფიგურაში მეორე თავად ზარატუსტრა სპარსის ზარატუსტრა იყო მაღალი მორალური სტანდარტების მქონე წინასწარმეტყველი ნიჩე ზარატუსტრა არის იმორალისტი სულად საწინააღმდეგოში არის გადასვლა სპარსის ზარატუსტრა ქადაგებს სიკეთისა და ბოროტების ბრძოლას სიკეთის საბოლოო გამარჯვებით და ისტორიის დასრულებით ნიჩე ზარატუსტრა არის სიკეთისა და ბოროტების მიღმა და ის ისტორიის დასასრულზე არ საუბრობს ისტორია უსასრულო განვითარების პროცესია ნიჩეს მოძღვრებაში არავითარი განკითხვის დღე არ არსებობს ესეთი რამე შემდგომ სიმძიმის სული ძველი ზარატუსტრა სპარსის ზარატუსტრა არის სიმძიმის სული ნიჩეს წარმოდგენით ახალი ზარატუსტრა მის ზარატუსტრა არის სიმსუბუქის სული ეს არის მეტაფორა რითიც ის აღნიშნავს ანუ მოცეკვავე ეს ეთქვა ზარატუსტრას კითხვისა და წერისათვის მონაკვეთში ის წერს ვიწამებდე ღმერთს რომელმან როკვა უწყიდეს ანუ ნიჩე თავის ზარატუსტრას როგორც სიმსუბუქის სულს უპირისპირებს სპარს ზარატუსტრას როგორც სიმძიმის სულს შემდგომი მომენტი სამყაროს მორალური წესრიგი სამყაროს მორალური წყობა რომელიც არის სპარს ზარატუსტრაში ნიჩე ზარატუსტრაში ეს არის უარყოფილი გამოცხადებული ილუზია არავითარი მორალური წესრიგი სამყაროში არ არსებობს არავითარი განკითხვის დღე არავითარი მიდგომა რომ კეთილს უკეთესი ხვედრი ექნება ვიდრე ბოროტს ეს არის ილუზია ეს არის სულიად საწინააღმდეგო და ბოლოს სპარსის ზარატუსტრა არის დოგმატური მოქადაგე ტრადიციული დოგმატური მოქადაგე რომელიც გადმოსცემს თავის მოძღვრებას და მოითხოვს რწმენას თავისი მოწაფეებისაგან ну რა თქმა უნდა ახსნა განმარტებით მაგრამ ის მაინც აძლევს ის როგორც ჭურჭელი გადმოასხამს ამ თავის სიბრძნეს და მოწაფეებმა როგორც ცარიელმა ჭურჭლებმა ეს უნდა დაიტვირთონ ამ სიბრძნეს ნიჩე ზარატუსტრა არ არის დოგმატური მოქადაგე ის არის არადოგმატური მოქადაგე ის ქმნის ისე ტიპს რომელიც არის თან მოქადაგე თან არ არის დოგმატიკოსი და ესე იყო და ზარატუსტრას პირველი ნაწილის ბოლოს არის პასაჟი სადაც ზარატუსტრა ეუბნება თავის მოწაფეებს წადით ახლა დამანებეთ თავი ნუ არ დამყვებით იარეთ თქვენი გზით გამაკრიტიკეთ და დაფიქრდით იქიდან გატყუებდით ეს ზარატუსტრას სიტყვებია რატომ არ გინდათ ჩემი გვირგვინი ვკორტნოთ ეს პირდაპირ ეს ფრაზა არის
უარყავით ბოლომდე და როდესაც ყველანი უარყოთ, მერე კვლავ დაგიბრუნდებით. აი ეს არის ტიპაჟი მოქადაგის, რომელიც ქმნის არადოგმატურ სახეს. მოქადაგეს, რითიც ნიჩე ზარატუსტრა უპირისპირდება ავესტა ზარატუსტრას და საერთოდ ყველა წინასწარმეტყველის, ყველა მოქადაგის ტიპაჟს. გარდა ამისა, ჩვენ ჩამოვთვალეთ ის წინააღმდეგობა, ის რადიკალური წინააღმდეგობა, რაც ამ ორ სახეს შორის არის, სპარს ზარატუსტრასა და ნიჩე ზარატუსტრას შორის. მაგრამ ამ ორ სახეს შორის არის ასევე უამრავი საერთო და მსგავსება, რომელზეც არ არის ხოლმე გამახვილებული ყურადღება ნიჩელოგიაში. ანუ საერთოზე უბრალოდ ამბობენ ხოლმე, რომ ორივე მოქადაგეა და ორივეს უნდა ახალი მოძღვრება დააფუძნოს და აი ამით ჩერდება ანალიზი. მე მინდა ჩამოვთვალო დეტალურად ის მსგავსება უკვე, რაც არის ამ ორ სახეს შორის. პირველ რიგში ვისაუბრებ სტრუქტურულ ფუნქციონალურ მსგავსებაზე და არა მარტო ამ ორ ფიგურას შორის, ავიღოთ ავესტას ტექსტი და ავიღოთ ესე იტყოდა ზარატუსტრას ტექსტი ნიჩესი. ავესტა რა არის თვითონ, როგორც ტექსტი? ავესტა არის ძველ სპარსულ ენაზე ნიშნავს ძირითად ტექსტს, მთავარ ტექსტს. ეს არის მთავარი ტექსტი, სიტყვით ამას ნიშნავს. ეს არის ტექსტი, რომელსაც უნდა დაეფუძნებინა ახალი ცივილიზაცია. იმ პერიოდში ხდებოდა კულტურის გადასვლა ახალ ფაზაში, მომთაბარე კულტურა გადადიოდა სამიწათმოქმედო კულტურაში და ეს ძალიან დიდი გლობალური გადასვლის პერიოდი იყო და ამ დროს ავესტა არის ძირითადი ტექსტი, რომელიც აი ამ გადასვლას უდებს საფუძვლად და მის მიცირებას ახდენს. რა არის ესე იტყოდა ზარატუსტრა ნიჩეს წიგნი? ესეც არის კულტურის ერთი ფაზიდან მეორე ფაზაში გადასვლა, კონკრეტულად ფაზა, რომელსაც ქვია ადამიანი, კაცობრიობის ცივილიზაცია, უნდა გადავიდეთ ზეკაცის ფაზაზე. ზეკაცის ფაზა არის ის ფაზა, საიდანაც გადასვლა ხდება და ესე იტყოდა ზარატუსტრა არის აქ ძირითადი ტექსტი, რომელმაც კაცობრიობის ორიენტირი უნდა განსაზღვროს, ასე ვთქვათ და უნდა ინიცირება გაუკეთოს. ამიტომ ამბობს ესე ჰომოში სიკეთისა და ბოროტების მიღმა მონაკვეთი მეორეში ნიჩე, რომ ზარატუსტრა თავად მეფეზე უფრო შორსმჭრეტელია. ანუ აქ რა მეტაფორა გამოყენებული, შორსმჭრეტელი ნიშნავს, რომ ის ხედავს მომავალს, მეფეზე უფრო შორს ხედავს, მეფე მმართველის ინსტინქტი უნდა იყოს სწორედ ეს, ხო, მომავლის განჭვრეტა. ზარატუსტრა არის მეფეზე უფრო შორსმჭრეტელი, ანუ ზარატუსტრა როგორც ფიგურა ხედავს საკაცობრიო მომავალს ყველაზე კარგად და ამიტომ ის აცნობერებს, რომ იწყება კაცობრიობის ახალ ფაზაზე გადასვლა. თუ სპარსი ზარატუსტრა ამას აცნობერებდა, რომ გადავდივართ სამიწათმოქმედო ცივილიზაციაზე, ნიჩე ზარატუსტრა აცნობერებს, რომ გადავდივართ ზეკაცის ფაზაზე, კაცობრიობის განვითარების. ესეც არის სტრუქტურული მსგავსება ამ ორ ტექსტს შორის. შემდგომ სპარსი ზარატუსტრა არის მოქადაგე, რომელიც განიცდის ინსპირაციას ღმერთისაგან. ღმერთი აჰურა მაზდა ზეშთაგონებით გადმოსცემს მოძღვრებას ზარატუსტრას. ასევე ნიჩეს ზარატუსტრა კონცეპტუალური პერსონაჟი განიცდის ინსპირაციას უკვე ღმერთი დიონისისაგან. და ნიჩე წერს, რომ დიონისი არის ჩემი მასწავლებელი. აქაც არის სტრუქტურული ერთიანობა. შემდგომი სიმართლის მოყვარეობის პრინციპი და უდიდესი გამბედაობა. ზარატუსტრა, სპარსი ზარატუსტრა არის ძალიან დიდი გამბედაობის მქონე პიროვნება და სიმართლის მოყვარეობის პრინციპის მატარებელი. ასევე ნიჩე ზარატუსტრა არის უდიდესი სიმართლის მოყვარეობის პრინციპისა და გამბედაობის მფლობელი. ნიჩე წერს, რომ ზარატუსტრა უფრო გაბედულია ის სპარსი ზარატუსტრა, ვიდრე ოდესმე ვინმე იყო სამყაროში ნებისმიერი მოაზროვნე თუ წინასწარმეტყველი. აი ესე ფიქრობს ნიჩე და გავიხსენოთ ავესტა ზარატუსტრას დაბადება, როდესაც ის მოევლება ამ ქვეყანას, ბუნება აყვავდება, ხარობს და ამ დროს ზარატუსტრა იწყებს სიცილს, ანუ სამყაროში შემოდის არა ტირილით, არამედ სიცილით შემოდის ის ნამდვილი ზარატუსტრა. და მის სიცილზე რამდენიმე ასეული დევი დაიხოცება მაშინვე. აქაც ჩვენ გვაქვს სტრუქტურული მსგავსება. შემდგომ სპარს ზარატუსტრას სურს დედამიწის ათვისება, დამუშავება, გარდაქმნა. რას ნიშნავს მომთაბარე ცივილიზაციიდან გადასვლა სამიწათმოქმედო ცივილიზაციაზე? ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ემზადება, რომ დაეუფლოს დედამიწას, მიწას, მოათვინიეროს, დაეუფლოს და ის გარდაქმნას თავის სასიკეთოდ.
იგივე სტრუქტურა არის ნიჩეს ზარატუსტრაში, ნიჩეს ფილოსოფიას სურს სამყაროს დაუფლება, მისი გარდაქმნა, მისი მოთმინირება, ზეკაცი სწორედ ეს არის, რომელიც გარდაქმნის არსებულ სამყაროს, კულტურას, ცივილიზაციას, გარდაიქმნება ის მეტაფიზიკა, საერთოდ მოისპობა და შეიქმნება ახალი გარემო, სადაც უნდა იცხოვრონ ადამიანებმა. შემდგომი სტრუქტურული მსგავსება არის ადამიანებს შორის რანგობრივ განსხვავებაში. ავესტას ზარატუსტრა და საერთოდ ავესტას ტექსტში განსხვავდებიან ადამიანები რანგობრივად. და ეს რანგობრივი განსხვავება არის ძირითადად ფიზიკური განსხვავება, მხოლოდ კარგებზე, ჯანსაღებზე და ლამაზებზე არის აქცენტი. ეხლა მე მოვყვები ერთ პატარა ისტორიას, ავესტა და როდესაც იწყებოდა წარღვნა და აჰურა მაზდამ მეფე იიმას დაავალა აეგო ზღუდე, ანუ ეს ზღუდი არის პროტოტიპი კიდობანის, ზღუდე ერთი განსხვავდება, რომ ეს არ იყო არც ურავს წყალზე. აჰურა მაზდამ მოიწვია ღმერთების კრება, იქ მოიწვია შემდეგ მეფე იიმა და განაცხადა, რომ დადგება სასიკვდილო ყინვები, სასიკვდილო ზამთრები. წარღვნა მოდის ავესტაში ყინვით და არა წყალდიდობით. და შემდეგ ამ ყინვას მოსდევს წყალდიდობა, წყლის დნობა და ამიტომ მან იმას დაავალა, რომ აეგო ზღუდე, რომელიც არის სტაციონალური, ის არ დაცურავს არსად და ამ ზღუდეში შეეყვანა ყველა ფრინველი, ყველა ცხოველი, საქონელი, მცენარეები, შეეტანა ცეცხლი, აეშენებინა ამ ზღუდეში ბაღები, ველმინდვრები, სახლები, სასახლეები, ყველაფერი, რაც საჭიროა და მასში შეეყვანა მხოლოდ ჯანსაღი მამაკაცები და ქალები. და არა ჯანსაღი უნდა დარჩენილიყო გარეთ. მე წავიკითხავ ამ ფრაზას და არ იყოს იქ აჰურა მაზდას სიტყვებია მიმართავს და არ იყოს იქ ანუ იმას სამფრობელოში ამ ზღუდეში არც კუზიანი, არც ღიპიანი, არც დასახიჩრებული, არც შეპყრობილი, არც ბოროტი, არც მატყუარა, არც ავანტყოფი, არც ბრუციანი, არც კვილებჩამპარი, არც ჭირიანი ამონტრიალებული კანით და არც არავის სხვა დაღდასხული, რომლებიც არსებითად ანხია მანიუს დაღია მოგდოებზე დადებული. ანუ ჩვენ ფიზიკურ რანგობრივ განსხვავებაზე გვაქვს საქმე, რომ იმ კიდობანში, იმ ზღუდეში, რომელიც გადაარჩენს კაცობრიობას და ყველა ცოცხალის თესლს, როგორც მცენარეებს, ცხოველებს, ყველას, იქ არ დაიშვებიან მახინჯები და დეფექტურები ფიზიკური პლანით. რომ შეხედოთ. ბატონო? ჰიპერები შედიან. არა. დეფექტურებში ჰიპერია. ჰიპიანიც არ დაიშვება. ესეც სიმახინჯეა. ესეთი რანგობრივი სხვაობა ადამიანებს შორის, ეს სტრუქტურული გადატანილია ნიჩეს ესე თქო და ზარატუსტრას ტექსტში, მაგრამ ნიჩე ფიქრობს, რომ სიმახინჯეც ესეც არ არის ფიზიკური გაგება, სიმახინჯეც არის სულიერი. და ის არ აკეთებს აქცენტს ფიზიკურ სიმახინჯეზე, ის აკეთებს სულიერ სიმახინჯეზე აქცენტს, ის წერს ესე თქო და ზარატუსტრას მონაკვეთში ხსნისათვის, რომ ადამიანებს შორის არის განსხვავება, მაგრამ არის სულიერი განსხვავება და იქ არის მოყვანილი ფრაგმენტი, როდესაც ზარატუსტრა ქადაგებს ადამიანებთან, თავის მოწაფეებთან, უსვენენ კუზიანები და შემდეგ კუზიანი ეკითხება, რომ შეამჩნევს კუზიანი, რატომ ესაუბრები შენს მოწაფეებს სხვაგვარად და ჩვენ კუზიანებს სხვაგვარად და ზარატუსტრა ეუბნება ასეთ ფრაზას, რომ კუზიანთან კუზიანად უნდა ლაპარაკი. და შემდეგ კითხვა სვამს ეს კუზიანი, მაშინ რატომ საუბრობს ზარატუსტრა თავის მოწაფეებთან სხვაგვარად, ვიდრე საკუთარ თავთან. ანუ აქ არის წარმოჩენილი ის მომენტი, რომ ზარატუსტრა საკუთარ თავსაც ხო სიტყვება, საკუთარ თავთან სხვაგვარად საუბრობს, მოწაფეებთან სხვაგვარად და კუზიანებთან და მახინჯებთან სხვაგვარად. ანუ აქ არის რანგობრივი სხვაობა, რომ ვის შეუძლია ყოველთვის ვის აქვს ყური, რომ ეს ისმინოს. ანუ ვისაც ყური აქვს, რომ ისმინოს, ის არის სულიად მაღალი ადამიანი, იმიტომ სუეძებს ამ თავის მაღალ ადამიანებს, ამაღლებულ ადამიანებს და ადამიანებს, რომლებიც არიან სულიერად დაბლა, ის სხვა რანგია და მას საერთოდ არც ეკუთვნის ეს მოძღვრება. ესე ეთქოდა ზარატუსტრას მეოთხე ნაწილი, რომელიც 84 წელს გამოიცა, 1884 წელს გამოიცა, იყო განკუთვნილი მხოლოდ ვიწრო კითხველისათვის. ნიჩემ გამოსცა 40 ეგზემპლარი. და ეს იყო შეგნებული, რომ ის ბოლო ნაწილი, მეოთხე ნაწილი არ იყო
მასობრივი მკითხველისათვის 40 ეგზემპლარი გამოსცა შეგნებულად. და მაგრამ რანგობრივი სხვაობა თუ ავესტაში არის ფიზიკურ პლანში, ზარატუსტრაში, ნიჩეს ზარატუსტრაში არის სულიერ პლანში. და ის საუბრობს ამ მონაკვეთში ხსნისათვის, რომ მისთვის მთავარი არ არის ხეიბარი, ადამიანს რაიმე აკლია, ან ფეხი, ან ხელი, ან კუზიანია. მისთვის მთავარი სხვა სიმახინჯია, სხვა ხეიბრობა. ეს არის სულიერი ხეიბრობა, როდესაც ადამიანი მოდის და არის ერთი დიდი ცხვირი მარტო, ან ერთი დიდი მუცელი, ან ერთი დიდი ყური. ის მეტაფორასაც აკეთებს, რომ აი მოდის ერთი უშველებელი ყური და სადღაც ქვემოთ ყლორტი არის ადამიანი მოყვება მას. ანუ ეს მეტაფორაა, რა თქმა უნდა. ეს არის ადამიანის სულიერი გადაგვარება, როდესაც ის სულიერად არის მახინჯი და სწორედ რანგობრივ განსხვავებას აქ აკეთებს ზარატუსტრო. ფიზიკური ნაკლი ეს არაფერი არ არის, სულიერი ნაკლი არის თავარი და სულიერად რანგობრივად რო ახარისხებს ადამიანებს, აქ უკვე განასხვავებს ადამიანებს რანგების მიხედვით. ესეც სტრუქტურული მსგავსება არის, თუმცა ნიჩე ამას შემოქმედებითად სხვა პლანში გადაყავს ეს რანგობრივი სხვაობა ადამიანებს შორის. შემდგომ ავესტაში ჩვენ ძალიან ხშირად შევხვდებით განწმენდის ტექნოლოგიებს, საერთოდ განწმენდა, ფიზიკური განწმენდა, არის იქ ლოცვები, რომელიც მიემართება ბავშვის განწმენდა, ადამიანის განწმენდა, ორსულის განწმენდა, ცხოველის განწმენდა, სახლის განწმენდა და ძალიან ბევრი მონაკვეთებია, სადაც განწმენდაზეა ლაპარაკი და დემონებისაგან და ბოროტებისაგან განწმენდაზე საუბარი. ესეც განწმენდის თემაც ძალიან აქტიურად შემოდის ესე იტყოდა ზარატუსტრაში და საერთოდ ნიჩეს ფილოსოფიაში. მარადიული მოbrunება, რომელზეც ის საუბრობს, ესეც არის ის, რომელიც კაცობრიობას განწმენს ყოველგვარი დაბიურისაგან და იმისაგან, რაც არის ზედმეტი, ხო? ესეც არის საგულისხმო, რომ ნიჩე ამასაც თავისებურად გადმოიტანს ამ ტექსტიდან. შემდეგ აჰურა მაზდა ჩვენ ვევლინება ავესტაში, როგორც ბუნებაში წყლის წრედულვის განახორციელებელი. ანუ ბუნებაში ხდება წყლის წრედულვა ფიზიკურად და ის წრეზე რო ბუნავს, ამას აკეთებს აჰურა მაზდა. ეს არის ვიდევდადი ფრაგარდი მეხუთე. და როგორი საგულისხმო ფორმალურად როგორ გავს ეს ნიჩეს იგივეს მარადიული მოbrunების იდეას ფორმალურად ყოველ შემთხვევაში ეს არის იგივე წრედულობა, ჩვენ არსობრივად არ ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში. და შემდეგ რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ავესტაში ზარატუსტრას გარდა არის მეორე ფიგურა. ეს არის მეფე იმა, რომლის გარშე აჰურა მაზდა ღმერთი ვერ განახორციელებს თავის საქმეებს. და თავდაპირველად როგორ იყო აჰურა მაზდა მეფე იმას თხოვა, წინასწარმეტყველი ყოფილიყო ზარატუსტრას, შემდეგ შესთავაზა. აგერ არის ტექსტი და ის უყვება აჰურა მაზდა ზარატუსტრას უყვება. ზარატუსტრა ეკითხება თუ ვინმეს ესაუბრე ჩემამდე სანამ მე შემთავაზებდი წინასწარმეტყველობას შენი მოძღვების გავრცელებას და აჰურა მაზდა პასუხობს დაუთხარი ო ზარატუსტრა მე მას აჰურა მაზდამ დამთახდი გახდე ვივახვატის ძე შვენიერო იიმა ჩემი წვენის განმავრცელებელი და მქადაგებელი. ანუ პირველად იიმას თხოვა აჰურა მაზდამ ყოფილიყო წვენის გამავრცელებელი და მქადაგებელი. რაც შემდეგ როგორც რა როლშიც გვევლინება ზარატუსტრა. მაგრამ იმა უარს ეუბნება, იმა ეუბნება, რომ მას აქვს შესაბამისი განათლება, მას არ ძალუց ამის განხორციელება და შემდეგ აგზელებს აჰურა მაზდა დაუთხარიო ზარატუსტრა მე მას აჰურა მაზდამ თუ კი შენ არ ახარ თანახმა ო იმა გახდე ჩემი რწმენის გამავრცელებელი და მოქადაგე, მაშინ გამოზარდე ჩემი ცოცხალი არსებები, გაამრავლე ჩემი ცოცხალი არსებები, დამეთანხმე დაიცვა, გაუფრთხილდე და მოუარო ჩემს ცოცხალ არსებებს. ვიდევდადი მონაკვეთი იმა. ანუ შენ თავაზობს სხვა რამე, სხვა ფუნქციას თავაზობს. აჰურა მაზდა იმას მოქადაგეთ ის უკვე ირჩევს ზარატუსტრას, ხოლო იმას ევალება კაცობრიობის ფიზიკური დაცვა. ყოველი ცოცხალის გამოზრდა, მისი შენარჩუნება და გაფრთხილება. ანუ აქ უკვე ტექნიკური მხარე არის ადამიანების გადარჩენის და ადამიანთა გვარი შენარჩუნების. შემდგომ უკვე ზარატუსტრა ხდება მოქადაგე და ზარატუსტრა არ არის დამცველი ადამიანების, ის არის სულიერი მეოხე, ის ავრცელებს აჰურა მაზდას რელიგიას, მაგრამ ის ტექნიკურად არაფერს არ ეხმარება ადამიანებს. და შემდეგ აჰურა მაზდა წერს, რომ და მას ორი იარაღი გადავეცი მე აჰურა მაზდამ ოქროს რქა და ოქროთი გაწყობილი მათრახი.
ანუ იმაზეა ლაპარაკი, მას შემდეგაც იმა დათანხმდა ამას, რომ კი კაცობრიობას მე დავიცავ, გადასცა ღმერთმა მას ორი იარაღი. ოქროს ქა, ოქროთი გაწყობილი მათრახი, ახლა ეს თარგმანში როგორ არის, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, აქ ლაპარაკია ორი რაღაცა იარაღი გადასცა, ეს არის მონაკოჩი იმა. და რა ხდება ამის შემდგომ? გადის დრო, მრავლდება კაცობრიობა, მრავლდება ყველა ცოცხალი არსება, ცხოველები, ფრინველები, რქოსანი, საქონელი, ძაღლები და უკვე დედამიწა ვეღარ იტევს სულიერ არსებებს. და აჰურამას და ეძახის და ეუბნება, რომ წადი დედამიწის კიდეში, იმას ეძახის და ავალებს, რომ აი შენი იარაღით გააფართოვე მიწა და იმა მიდის დედამიწის კიდეში, ამ ოქროს ქას ჩაარჭობს მიწაში, შემდეგ არტყავს ამ ოქროს მათრახს და დედამიწა 1/3 გაფართოვდება და შემდგომ ეს სულიერი არსებები გავრცელდებიან კიდევ და ამოისუნთქავენ ამ ვიწრო შევიწროებული არეალით. შემდგომ რაღაცა პერიოდის შემდგომ ისევ მრავლდება დედამიწაზე სულიერი არსება, კიდევ იგივეს მიდის იმა და აფართოვებს დედამიწას ამ იარაღით. და ამდენჯერმე მეორდება ეს მომენტი. ამას ზარათუშტრა არ აკეთებს. იმიტომ ეს არის ტექნიკური მხარე ადამიანთა გადარჩენის, ხო და სულიერი არსებების. მეორე მომენტი ის არის, რომ როდესაც იწყება წარღვნა, ანუ სასიკვდილო ზამთრები, რაც მე მოვუყევი, იმას ავალებს და რა ზარათუშტრას, რომ ააშენე ზღუდე, იქ შეიყვანე ყველა, შეიტანე ცეცხლი, ну ფაქტიურად იქ არის კიდობანი, მაგრამ კიდობაზე უფრო მეტია. ეს არის 64. ეს არის 64-ის მითი ოღონ დედამიწაზე, რაც იმამ უნდა ააშენოს. ზამიაშტი კარდე მეექვსე ვკითხულობ და იყო იმა სამეფოში ამოუწურავი საჭმელის და სასმელის. უკვდავი საქონელი და ადამიანები არ ეძებდნენ მცენარეულობას და წყალს და არ იყო ამ სამეფოში არც სიცივე, არც სიცხე, არც იბერე, არც სიკვდილი, არც შური. სხვა მონაკვეთში ვკითხულობთ ვიდევდადი იმა, ეს ადამიანები ცხოვრობენ მშვენიერი ცხოვრებით იმ ზღუდეში, რომელიც იმამ ააშენა. ანუ ავესტაში არის ორი მთავარი ფიგურა, მეფე იმა, რომელიც ტექნოლოგიურად ახორციელებს აჰურამაზდას სურვილებს და ზარათუშტრა, რომელიც არის მოზღვრების გამავრცელებელი, რომელიც სულიერი მეოხე არის კაცობრიობის. აი ეს სტრუქტურა არსებობს ნიჩეს ესე იტყვა ზარათუშტრას ტექსტში, ჩვენი გარდა ზარათუშტრას ფიგურისა, გვაქვს ზეკაცის ფიგურა. მართალია ზეკაცი ჯერ არ მოსულა. მაგრამ ზეკაცის ფუნქცია იგივე არის ნიჩეს ფილოსოფიაში, რაც არის ავესტაში დაახლოებით, რაც მეფე იმას ფუნქცია არის. ზარათუშტრა ნიჩეს ტექსტში არ არის ტექნოლოგიურად რაიმე შემქმნელი. ზარათუშტრა არ ქმნის იმ ახალ სამყაროს, რაზეც ლაპარაკობს. ზარათუშტრა მხოლოდ ხადაგებს ნიჩეს ტექსტებში და ხადაგებს, რომ უნდა მოვიდეს ზეკაცი, ადამიანმა უნდა გადაარახოს საკუთარი თავი და ელოდება შეხვდება მაღალ ადამიანებს, მათ მოძღვრავს და ელოდება ზეკაცს, როდის გამოჩნდება ჰორიზონტზე. აი ზეკაცი არის ის, რომელიც შექმნის ზეკაცის სამეფოს. როდესაც ადამიანი ამაღლდება ზეკაცამდე, ის შექმნის იმ 64-ეს დედამიწაზე, რაც არის მიზანი. ნიჩეს ფილოსოფიის მთლიანობაში ზეკაცი იმიტომ ქმნის 64-ეს დედამიწაზე, იმიტომ რომ მიღმა სამოთხე არ მიღმა სამყაროში, მიღმა სინამდვილეში სამოთხე აღარ არსებობს. მიღმა სინამდვილე საერთოდ არ არსებობს. ეს არის მეტაფიზიკა. არსებობს მხოლოდ ეს ამქვეყნიური სინამდვილე, წარმავლობა. და ნიჩეს მთავარი მიზანი არის, რომ ზეკაცი მოვიდეს იმისათვის, რომ მან შექმნა სამოთხე ამქვეყნიურ სინამდვილეში. და ეს არის საკუთარი. რა თქმა უნდა. ანუ ზეკაცი არის ის, ვინც ფიზიკურად, ტექნოლოგიურად ახორციელებს იმას, რაც არის ნიჩეს ფილოსოფიაში. რასაც ხადაგებს ზარათუშტრა, მაგრამ ტექნოლოგიურად ამას არ აკეთებს. ჩვენ ხედავთ აქაც იგივე სტრუქტურას, რაც არის ავესტაში სტრუქტურა. ორი მოქმედი პირი, ერთი სულიერი მეოხე, მეორე ტექნოლოგიური განმახორციელებელი. ესეც არის ძალიან დიდი სიახლოვე ამ ორ ტექსტს შორის. ამის გარდა ჩვენ აი შეგვიძლია ვისაუბროთ მეტაფორებზე და სხვადასხვა ხატებზე, რომელიც სახეებზე, რომელიც გამოყენებული არის ნიჩეს ესე თქვა ზარათუშტრაში, მაგალითად ზარათუშტრა სპარსული სახელი ნიშნავს ოქროს აქლემის მფლობელს, ან ყვითელი აქლემის მფლობელს. აქლემი როგორც სახე, როგორც სიმბოლო, ძალიან აქტიურად არის გამოყენებული შემდეგ ნიჩეს ესე თქვა ზარათუშტრაში, თქვენ გახსოვთ, არის სამი ცვალებისათვის ესეთი მონაკვეთი, სადაც ზარათუშტრა ხადაგებს, რომ ჯერ ადამიანის
სულისა და კაცობრიობის განვითარებაში არის სამი ეტაპი გასავლელი. პირველი ეტაპი არის ახლების ეტაპი, მეტაფორულად ეს ნიშნავს, როდესაც სული იტვირთება ღირებულებებით, ვალდებულებებით, მოვალეობებით, ეს არის პარალელი რელიგია, არა მარტო ქრისტიანობა. შემდგომი ეტაპი არის, როდესაც ის მიხვდება, რომ თავისუფლდება ამ ვალდებულებებისაგან, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ეფუძნება მეტაფიზიკას და მეტაფიზიკა გაუმჟღავნდა რომ არის ილუზია და მასზე დაფუძნებული ყველა რელიგია ილუზია, ამიტომ ჩვენ გადავდივართ ლომის ეტაპზე. ლომი ანგრევს ყველაფერს, თავისუფლდება იმ ღირებულებებით, იმ ტვირთით, რაც აწევს ახლემს, ახლემი ხო ტვირთის მატარებელი ცხოველია და მოიშორებს ყველაფერს, მაგრამ ლომი არის ნეგატიური სიმბოლო, ლომი მხოლოდ ანგრევს, მხოლოდ უარს ამბობს და ვერაფერს ვერ შექმნის. ამიტომ საჭირო არის მესამე ეტაპზე ამაღლდეს კაცობრიობა ან კონკრეტული ადამიანის სული, ეს არის ბავშვი, რომელიც არის სული უმანკოება, რომელსაც არაფერი აღარ დარჩა დასანგრევი, ის არაფერს არ უპირისპირდება და ის იწყებს უმანკო შემოქმედებას, ის იწყებს ახალი სამყაროს შენებას, რაც არის ზეკაცის სამყარო. აი ეს არის მოკლედ, რაც არის გადმოცემული ამ მონაკვეთში სამი ცვალებისათვის და ეს ახლემის სიმბოლო სწორედ არის პირდაპირ უკავშირდება სახელს ზარატუშტრა. ზარატუშტრა ნიშნავს ახლემს. და ეს იყო ალბათ აი ამ ტექსტის წერის დროს ნიშეს შთაგონების მომენტი. ასევე ჩვენ გავიხსენოთ აი ეგ არის ზარატუშტრას ცხოველები. ცხოველებს ეძახის, თუმცა ერთი ფრინველია, მეორე ქვეწარმავალი, არც ერთი არ არის ცხოველი, არწივი და გველი. წავიკითხავ ზარატუშტრას წინასიტყვაობა მონაკვეთი 10. უამაყესი ცხოველი მზის ქვეშ და უგონიერესი ცხოველი მზის ქვეშ. უამაყესი არწივი არის სიამაყის სიმბოლო, გველი არის სიბრძნის სიმბოლო ნიჩეს ტექსტში. გვაქვს თუ არა ჩვენ მსგავსი სიმბოლოები ავესტაში? მსგავსი თქვა ცხოველები. აჰურამაზდას ყავს თავისი წმინდა ფრინველი, სახელად პაროდაშტი და მეორე წმინდა ცხოველი, ეს არის ძაღლი. წმინდა ფრინველი პაროდაშტი არის სიამოვნებაში მამალი. ეს არის მორჩილების შემსრულებელი. რატომ არის წმინდა ცხოველი ფრინველი მამალი ავესტაში? იმიტომ რომ მამალი არის ვიც აღვიძებს დილით ადამიანებს, უბრალოდ ვთქვათ, ეს არის აღწერილი ავესტაში, როდესაც მამალი მოუწოდებს ადამიანებს, რომ გაიღვიძონ ადგილიდან და ეწიონ ამ ქვეყნებულ საქმეებს, შრომას და ასე შემდეგ, ეს არის ღმერთების მოწოდება. ამას მოუწოდებს აჰურა მაზდა, მიწათმოქმედების დამაფუძნებელი ღმერთი. და მაშინ, როდესაც დევები ეკაჩებიან ადამიანს ისე ძილისაკენ, სიზარმაცისაკენ და მამალი არის სწორედ ღმერთების მორჩილების შემსრულებელი. და სწორედ მამარს, ანუ წმინდა ფრინველს პაროდაშტს უნდა დაუჯეროს ნამდვილმა ზოროასტრიზმის მიმდევარმა და გაყვეს შეასრულოს მისი მოწოდება, რომ დილით ადრე ადგეს და დაიწყოს ამ ქვეყნიური საქმეების წარმატებით გაკეთება. ეს არის ვიდევდადი ფრაგარდი მე-18. მეორე არის ძაღლი, წმინდა ცხოველი, რომელიც არის დარაჯი სახლის, კერიის, რომელიც ასევე ადამიანის ნადირობაში გამოადგება. ძაღლის არსი არის დამცველი. ის იცავს ადამიანის იმ გარემოს. სამიწა მოქმედო კულტურაში ძაღლი ძალიან დიდ მნიშვნელობას იჭერს, როდესაც საჭირო არის დაიცვა ის, რაც შენდება ადამიანის გარშემო, ხო, სახლის, საცხოვრისის გარშემო, ყველაფერი დაცვა საჭიროებს. ამიტომ ძაღლი არის წმინდა ცხოველი. ანუ აჰურა მაზდას ყავს ორივე. ოღონ ერთი არის ფრინველი პაროდაშტი, მეორე არის ძაღლი. ორი ყავს. ნიშესთანაც ორი არის არწივი და გველი. აქ არის ის პარალელი შეგვიძლია გავუღოთ, რომ ნახეთ, ფრინველი ავესტაში არის მორჩილების შემსრულებელი. ხოლო ნიჩესთან ფრინველი არწივი არის სიამაყის. ანუ მორჩილება გადადის სულად საწინააღმდეგოში, სიამაყეში. ასევე ძაღლი, რომელიც არის ავესტაში წმინდა ცხოველი და იცავ დამცველი ადამიანების თუ დაიცვას სხვა ბოროტებისაგან, ველური ცხოველებისაგან, ნიშესთან ესეთი ცხოველი ბრჭყალებში არის გველი, რომელიც პირიქით დამგესლავია და საჭიროა ადამიანისათვის. აი ესეთ გადათამაშებას ახდენს, თქვათ, აქ არის სტრუქტურული მსგავსება, რაღაც მეტაფორული, მაგრამ ასევე შინაგანად ცვლის მათ არსებას. კიდევ შეგვიძლია ჩვენ ასეთი მეტაფორული მსგავსება ავიღოთ, როდესაც არის ავესტაში მზის მიმართ მიძღვნილი ჰიმნები, მზის მიმართ იაშტა, ხორშით იაშტა, ესეთი მონაკვეთი არის
არის მზის თაყვანისცემის ჰიმნი, როდესაც მზე ამოდის, იქ აღწერილია, აინთება ის მას მოაქვს სასიცოცხლო ენერგია ამ სამყაროში და ამ სასიცოცხლო ენერგიას შემდეგ იაზატები ანაწილებენ ყველა სულიერს, თუმცა ყველა სულიერმა ადამიანმა მიიღოს ეს სასიცოცხლო ენერგია და ეს მზის ენერგია ამავე დროს განწმენთ სამყაროს ბოროტებისაგან და დევებისაგან. და დედამიწაზე მოქმედებს როგორც მისი გამაცოცხლებელი და როგორც მისი გამწვენდი მზე ავესტაში. ასევე ესე იტყოდა ზარათუსტრაში ჩვენ გვაქვს მზის მიმართ წარმოთქმული აი ძალიან შთამბეჭდავი სიტყვები ზარათუსტრას მხრიდან, როდესაც მაგალითად ზარათუსტრა ეს სიტყვება დიდო მნათობო, ვით იყო ბედნიერი უკეთო არ ყავდეს ვისაც ასინათლებ. გვიზიარებ შენ სიუხვეს, შენ უუხვესო მნათობო. ანუ მზე ზარათუსტრაში, ნიჩე ზარათუსტრაში არის ის, რომელიც თავის სიუხვით ასევე აცოცხლებს სამყაროს და მზეს ესაუბრება ზარათუსტრა ყოველთვის. ეს არ არის ტრადიციული რელიგიური ჰიმნი, მაგრამ ჩვენ აქ მეტაფორულად ხედავთ მსგავსებას, რომ მზის მიმართ ასევე განსაკუთრებული ყურადღება არის, ესე იტყოდა ზარათუსტრაში. მონაკვეთში უბიწო მეცნებისათვის წავიკითხავ, გზნებარე, მზეზე არის საუბარი, გზნებარე მოდის მისი სიყვარული მიწისადმი, უბიწობა და ვნება ქმედისა, ეს არის მზის სიყვარული. და აქვე შეგვიძლია ვთქვათ, დიდი შუადღე, რომელიც არის ესეთი იდეა და მეტაფორა ნიჩეს ტექსტებში და ძალიან ხშირად მას იყენებს როგორც მეტაფორას. ავესტაში ჩვენ გვაქვს შუადღის წინარე შუადღის შემდგომი ლოცვები, რომელიც ეძღვნება შუადღეს და ეს მეტაფორული ხაზიც ალბათ იყო, რომელიც ნიჩეს შთაგონების საგანი იყო. მოკლედ ჩვენ გავუკეთეთ ესეთი ანალიზი ამ ორ ტექსტ შორის, ამ ორ ფიგურა შორის, როგორიც არის სპარსი ზარათუსტრა და გერმანელი ზარათუსტრა, როგორც არის ავესტა და ნიჩეს ესე ეტყოდა ზარათუსტრა და დავასწრით, რომ ნიჩე როდესაც წერდა და მუშაობდა თავის ტექსტზე ესე ეტყოდა ზარათუსტრა, მისი შთაგონების წყარო იყო სპარსული წმინდა ტექსტი ავესტა. შთაგონების წყარო ეს ნიშნავს, რომ მან ის აითვისა და რა თქმა უნდა შემოქმედებითად გარდაქმნა. მაგრამ ჩვენ გვაქვს აქ ბევრი მომენტები, რომელიც საერთოა. რა გვაძლევს იმის უფლებას, რომ თქვათ, რომ ავესტა იყო შთაგონების წყარო, როდესაც ესე ეტყოდა ზარათუსტრას წერდა ნიჩე. აქ მარტო სახელი არ არის, რა თქმა უნდა. პირველი, რომ ნიჩეს ზარათუსტრა არის ავესტა ზარათუსტრას განვითარება და თვითგადარახვა. ნიჩე ზარათუსტრას ტიპი არის ავესტა ზარათუსტრას ტიპის თვითგადარახვა. მეორე, რომ ავესტასა და ესე იტყოდა ზარათუსტრას შორის, ამ ორ წიგნს შორის არის ძალიან ბევრი სტრუქტურულ-ფუნქციონალური მსგავსება, რაც ჩვენ უკვე ჩამოთვალეთ და მესამე ამ ორ ტექსტს შორის არის ბევრი საერთო მსგავსი ნათესაური ხატები და მეტაფორები. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოდესაც რაპავლოს კურორტზე ნიჩე ცხოვრობდა ზღვისპირა სასტუმროში და წერდა და მას იქ მოუვიდა პირველად ეს იდეა, სწორედ ავესტას ტექსტი იცნობდა ძალიან კარგად და მისით იყო ახლოვანებული და მისით იყო შთაგონებული. რა თქმა უნდა, მარტო ავესტას ტექსტი არ იქნებოდა ნიჩეს შთაგონების წყარო. და ბოლოს დავუბრუნდეთ სულ თავში დასმულ კითხვას. ჩვენ ვთქვით, წავიკითხეთ ნიჩეს ციტატა და ვთქვით, რომ ნიჩეს აზრით ესე იტყოდა ზარათუსტრას წიგნი არის კაცობრიობისადმი გაკეთებული ყველაზე დიდი საჩუქარი ყველა დროისაც კი გაუკეთებიათ. რატო ფიქრობს ნიჩე ასე? შეიძლება ჩვენ არ ვფიქრობთ, აქ არის თავარი ნიჩეს აზრი. რა ხდება წიგნი ესე იტყოდა ზარათუსტრათი? რა ფუნქცია უჭირავს ამას ნიჩეს აზრით კაცობრიობის ისტორიაში? დაახლოებით 3000 წლის წინ რო გადავითვალო, დაახლოებით ცხოვრობდა წინასწარმეტყველი ზარათუსტრა, შეიქმნა ავესტა და ამით საკაცობრიო ცივილიზაცია გადადის ახალ სულიერ ფაზაში. როგორ იქმნება ახალი რელიგია, გამოცხადების რელიგია, რომელიც ეფუძნება სამყაროს მორალურ წესრიგს, სიკეთისა და ბოროტების ბრძოლას სიკეთის გამარჯვებით. შემდგომ დროინდელი რელიგიები, მსოფლიო რელიგიები
პირდაპირ თუ ირიბად არიან დავალებული ზოროასტრიზმის ან ძირითადი პრინციპებით. ეს არის ბუდიზმი, ეს არის უფრო მეტად ქრისტიანობა, ეს არის ისლამი, ეს არის მანიქებელობა. ყოველ შემთხვევაში აი ამ ძირითად ხასს მიყვებიან, როდესაც წინ წამოიწევს ეთიკა, სიკეთის გამარჯვება და სამყაროს მორალური წყობა. აი ეს დაიწყო ზარათუსტრათან 3000 წლის წინ და ნიჩე ხო ამბობს, რომ ეს არის ილუზია. ანუ ზარათუსტრამ დავესტა, კაცობრიობა შეიყვანა ილუზიაში. და 3000 წელი ჩემამდე, ანუ ნიჩემდე, კაცობრიობა ილუზიაში იყო. და დგება დრო, როდესაც ამ ილუზიიდან უნდა განთავისუფლდეს კაცობრიობა, თორემ იმ ახალ ეტაპზე ვერ გადავა. ეს ახალი ეტაპი არის ეკაცის ეტაპზე ამაღლება. და დაიღუპება კაცობრიობა თუ ამ ილუზიიდან არ გამოფხიზლდა. აი წიგნი ესე იტყოდა ზარათუსტრა არის ის ერთადერთი წიგნი 3000 წლის მერე, რომელიც კაცობრიობას აი ამ 3000 წლოვანი ილუზიიდან გამოაფხიზლებს, გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან და რახანს მან ილუზიიდან გამოაფხიზლა კაცობრიობა, მან კაცობრიობას მისცა მომავლის შანსი. მისცა კაცობრიობას მომავალი სიცოცხლე. აქედან გამომდინარე, წიგნი, რომელიც კაცობრიობას აძლევს მომავალს და გამოიყვანს 3000 წლიანი ილუზიიდან, რა თქმა უნდა, იქნება ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც კი გაკეთებულა კაცობრიობის ისტორიაში.